ჯგუფში ხარ და არ იცი სად არის სელფის სანაპირო. წამოდი ერთად ნახოთ. შერატონ მეტეხი პალასის წინ იწყება სანაპირო. კიდევ ერთი მინიშნება ეს საყვარელი ქანდაკებაა, საიდანაც იწყება უკვე სელფის სანაპირო. სანაპიროზე დაგხვდებათ ასევე სელფის ლოგო, ძალიან საყვარელი და მომღიმარი, ერთადერთი ფერადი და იერსახე შენარჩუნებული დაგხვდებათ ალბათ მხოლოდ ლოგო. გავუყევით ამ ბილიკს, რომელიც უკვე არის არც თუ ისე კარგად შენახული, ასე ვთქვათ, და მივადგით სალაპარაკო კუთხეს, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ. კუთხესთან დაგხვდა ფსიფერადეები, ასევე დაგხვდა მიმოფანტული ბუფები, რომელზეც მოთავსება და დასვენება იყო უფასო, თუმცა უკვე ამ პუფებს რომ გავწდით და დავინახეთ შეზლონგები, რა თქმა უნდა იყო ფასიანი. შეზლონგის ღირებულება იყო 10 ლარი, ხოლო ქოლგის 5 ლარი. ერთადერთი სანაპიროზე რაც კი იყო კარგი, ეს იყო მხოლოდ სიფერადე. ნაპირი არის საკმაოდ დაქანებული და ძალიან დიდი ქვებია. აქედან გამომდინარე არ არის კომფორტული დასაწოლად, თუმცა ბავშვებისთვის არის ძალიან კარგი გასართობი წყლის ბატუტი. საღამოს სელფის სანაპიროზე დამსვენებლებს სელფიმ შესთავაზა თამაში ხელბურთის. მსურველებმა რა თქმა უნდა მიიღეს მონაწილეობა და დასაჩუქრდნენ კიდევაც. ერთი სიტყვით სანაპიროს რეკომენდაციას არ გაუწევ, თუმცა თუ გაქვთ მაინც ნახვის სურვილი, აუცილებლად ესტუმრეთ.